წოდების 57 დღე დაიწყო დილით მოთელვითი ვარჯიშებით. ცოტა გავიწელეთ, ცოტა დავამასაჟეთ ფეხები, წელი, ზურგი, სხვადასხვა კუნთები, ცოტა მუცლის პრესით გავააქტიურეთ. საკმაოდ გრილი ამინდია და ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ დღეს გვაქვს გრძელი კარბენი, ლონგრანი და სიგრილეში სირბილი ძალიან დიდი კომფორტი არის. ძალიან ტრელი გაგვიხდა, ისეთი სიცხეები იყო ბოლო პერიოდი. დღეს ასევე გვექნება სადატანის ვარჯიშებიდან მკერდი და ტრიცეპსი. ორი ვარჯიში. წინა კვირას შედარებით ნაკლებად დატვირთული კვირა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ 73 კილომეტრი ვირბინე, დამატებითი აქტივობები არ მქონია, გულისხმობ ფეხბურთის თამაშს და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს, სადაც კიდე დამატებით ენერგიას ხარჯავდი ხოლმე და დამატებით დისტანციებს დავარბოდი. შესაბამისად, ასე ვთქვათ, ცოტა დელოუდ კვირა გამომივიდა, ნაკლები ენერგია დავხარჯე, შედარებით უფრო მეტად დავისვენე ვიდრე წინა კვირები. ეს არის ბოლო კვირა, სანამ წავალ ქობულეთში, მოკლედ, თავრობთ ახლა ვიდეოს როცა უყურებთ, ან გზაში ვარ, ან უკვე ქობულეთში ვარ, მოკლედ იქ ვაგრძელებ ჩემს მომზადებას ძალიან აქტიურად. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ვიდეოები უნდა გამოვიდეს ქობულეთის ნაწილიდან, იმიტომ რომ რაღაც იდეები და რაღაც გეგმები მაქვს, რაც ჩემი აზრით განხორციელებადია. ამიტომაც ვეცდები მაქსიმალურად, რომ რაც შეიძლება საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ ქობულეთიდან. სანამ ახლა ბიჭები მოვლენ და ვარჯიშებზე გადავალ, თხოვნა იქნება რომ მანამდე დალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი თუ ეს ჯერ არ გაქვთ გაკეთებული. ხოლო თუ ვინმე სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, რომ ითანამშრომლოს ჩემთან, გულისხმობ სპონსორობას, ან რაიმე სხვა დანარჩენს, აღწერაში არის ჩემი იმეილი და შეუძლიათ დამეკონტაქტონ იქ. ხოლო შენ თუ გაქვს სურვილი, შენ წვლილი შეიტანო ჩემს ამ მომზადების პერიოდში, შეგიძლიათ დონაციის საშუალებით დამეწერო კომენტარი, რომელიც ავტომატურად დაიტანება ჩემს მაისურზე, რომლითაც მე 27 სექტემბერს თბილისის ნახევარმარათონზე ვირბე. შენი სიტყვა ჩემს მაისურზე. ეხლა წავედი ვარჯიშამდე ჩემს მეორე კვებას შევჭამ და მერე გადავალთ ვარჯიშებზე. გავაზოვეთ ჩვენი ელექტროლიტები და გამოვედით დარბაზში. ელექტროლიტები დაგვეხმარება, რომ მაქსიმალურად ნაკლები მინერალები დაკარგოს ჩვენმა ორგანიზმმა სირბილის დროს ან ვარჯიშის დროს ყოფილი სახით, ამიტომაც ჩვენი ლონგრანის წინ და ლონგრანის დროს მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ხოლმე მინერალები. ეხლა 10 წუთი უკლია, 4 საათზე გვაქვს სადატანის ვარჯიშები. შესაბამისად 10 წუთში დავიწყებ სადატანის ვარჯიშებს და მერე დაახლოებით 1 საათში, ანუ ესე 5 საათისთვის წავალთ ლონგრანზე, რომელიც დაახლოებით 2 საათი და 10-15 წუთი გაგრძელდება. ავედი. დავასრულეთ სადღაც დაახლოებით 1 საათიანი ზედატანის ვარჯიშები, მკერდი და ტრიცეპსი, თვალწები სადღაც დაახლოებით 57 წუთი იყო. ორი ვარჯიში გავაკეთეთ. ჯგამში მე მგონი თუ არ ვწდები, გამოგვივიდა 12 სეტი. კაი ვარჯიშები იყო. კარგად დაიფანფა კუნთები, კარგად ვიგრძენით, ელექტროლიტებიც მივიღეთ. ეხლა ერთ-ერთი რაც დაგვრჩენია, ეგ არის რომ წავიდე, გამოვიცვალო ჩემი სავარჯიშო ფორმა, ჩავიცვალე და წავიდე სარბენად. წერან თქვი რომ კაი გრილი ამინდია მეთქი, მაგრამ ეხლა გამოვიდა მზე და დააჭირა ჩვენ ჯიბრზე. აი ეხლა წავედი, გამოვიცვლი და წავალ სარბენად. და სირბილიდან რა თქმა უნდა შემოგიერთდებით, მოგახსენებთ რაიმე სიახლე თუ იყო უშუალოდ სირბილის პროცესში, თუ არა და სირბილის შემდგომ რა მდგომარეობა იქნება, ჩვენი სხეული როგორ მდგომარეობაში იქნება, აუცილებლად გეტყვით. ეხლა ვართ 100 კილომეტრზე. რო გვაქვს 51 წუთი. ძალიან კარგად მიდის. ჯერჯერობით სტაბილურად ვართ. როგორც 10-ზე ვართ ხოლმე ისე და ახლა შევხედოთ როგორ შეიძლება ჩვენი დინამიკა. წავედი და 20-ზე ჩაგერთვებით. მოკლედ ახლა არის მე-20 კილომეტრი. 45 საათი და 45 წუთია და არის ბოლო ელევეიშენები ტრასის გზის და ეხლა წავიდა ბოლო კილომეტრი. განრიგ შემორჩებით დაახლოებით 10 წუთით. წავედი. მოვედით სირბილიდან 21 კილომეტრი ვირბინეთ, საათსა და 56 წუთში თუ არ ვწდები. პრინციპში ახლა მონათდა და თქვენ უკეთესად ხედავთ. რო გითხრათო, ძალიან დავიღალე არა.
აი წინა ორშაბათს როგორც დავიხადე, მასე არ დავხადე, მაგრამ ნუ წინაზე 2 კილომეტრით მეტი ვირბინე. ეგ განსხვავება არის. ნუ ისევ დაახლოებით 15 წუთიან დაგვიანებაში ვართ ჩვენ მიზანთან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეგ 15 წუთი რეალურად 15 წუთი არ არის, იმიტომ რომ ნახევარ მარათონზე უნდა ვიებინოთ ასფალტზე და ბეტონზე მეტი წილი, რომელიც არის ბევრად უფრო სწრაფი საფარი, ნუ ეხა მიწა და ქვიშა არის ბევრად უფრო ნელი. თანამედროვულად მე შედარებით უფრო უხერხულ გზებზე დავიბარ, იმითაც არის ძალიან ბევრი მისახვევი, მოსახვევი, გადასახდომი, გადმოსახდომი, elevation-ი, აღმართი და აღმართი ძალიან ჩქარა მიწევს ტემპების ცვლა რა, რაც ბონუსად დამღლელი არის და ეხა იქ რო ვიციო სიტყვაზე 5 კილომეტრის სწორეზე უნდა ვირბინო, მერე ოდნავ elevation-ს რაღაცა ბევრად უფრო მარტივია ჩემი აზრით. ქობულეთში გავაკეთებ 21-ს იმიტირებულს, ვეცდები რომ მაქსიმალურად იმიტირებული ვცადო, ნახოთ რამდენს ამოვიღებ, რა დროს ამოვიღებ, აი საათ და 50 თუ გავტეხავ ქობულეთში, ხო? ვთვლი რომ მარათონზე საათ და 40-ს უპრობლემოდ ვირბენ. მეტი ისეთი არაფერი, ბოტასები პირველად იყო მეც ამ ლონგრანზე პროოთხები და ძალიან კომფორტულია, კიდევ ერთხელ ვიძახი, ნუ ადიდასი სავარჯიშო კლასში კონკურენტოა, რასაც მე ვატყობ, ხები დიდად არც მქონია და არც ვიცი, მაგრამ ძალიან კომფორტულია პირადად. თუ ამაზე კომფორტულების არსებობს, წარმომიდგენია ისინი რაღა. მაგრამ Nike ძალიან ჩქარია. ნუ აგერ გუშინ მაგალითად Nike-თ მოხსენე ჩემი personal best-ი 2 კილომეტრი აფილი და 2 კილომეტრი downhill-ზე 4 კილომეტრი მქონდა ჯამში 16 წუთში თუ არ ვცდები 16 და რაღაცებში, ანუ 4 და რაღაცა 0 რაღაცა იყო ფეისი, მოკლედ. ამოვანათებ მაგასაც ბარემ. ეხლა წავედი, წყალი უნდა გადავილო, მე საჭმელი ვჭამო და მე უნდა გავსტრიმოთ ბიჭებმა. ასე რომ ავედი, შევხვდებით ხვალ. ეს მაგრაც რაც გუშინ მთელი დღე სიგრილე იყო, დღეს ერთნაირად დააჭირა, მოკლედ. დღეს გვაქვს ზურგი და ბიცეპსი და ტანის ვარჯიშებიდან და გვაქვს ჩილრანი 1 საათი. ჩილრანი გუშინდელმა ლონგრანმა კარგად ჩაიარა, დღეს ცოტა დაჭიმული მაქვს ფეხები. ნუ იდეაში მოსალოდნელი იყო, ლონგრანის შემდგომ თითქმის სულ ასია და სხვას არც არაფერს არ ველოდებოდი და ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ასეთ მაღალ გარბენებზე ჩვენი ფეხები საკმაოდ დიდ დატვირთვას იღებენ და ბუნებრივია რომ დაგვიმძიმდეს, დაგვეჭიმოს და ასე შემდეგ. ეხლა ვარჯიშამდე ხილით კარგად ჩავუჭირთე, კოფეინს მივიღე. ამიტომაც ჩემი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთე ვარჯიშამდე. ეხლა ვარჯიშზე თავს არ დავზოგავ და მე წავალთ გარბენად. სხვადასხვაშორის ეს ჩილგარბენები ძალიან კარგი არის დაჭიმული ფეხებისთვის. აი მაგალითად წინა ორშაბათს, როდესაც ლონგრანი მქონდა და მუხლები ამტვიდა ძალიან, ბოტასმა ამატკია სავარაუდოდ, იმიტომ რომ ეხა არამტკიებია ახალი ბოტასით. მერე ეგ მუხლების ტკივილი ისევ სირბილმა გამიყუჩა და ისევ სირბილმა მიმკურნალა თვითონ მაგ პატარა მიკროტრამვაზე. ასე რომ ეს recovery chill run-ი, რომელიც იდეაში უფრო აღდგენისთვის არის და იმისთვის რომ დისტანციებს მივეჩვიოთ, ძალიან კარგი რამ არის ჩვენს სავარჯიშო განრიგში. ეხლა 20 წუთი უკრია 3-ს, ბიჭები მომოვიდნენ 3 საათზე, 3-ზე ვივარჯიშებთ 4-ზე დავალთ სარბენაც და მერე ვარჯიშებზე შეგახედებთ წესით. ავედი. Got the sauce, got the presence on me, I can't ever take it off. That's why I came, country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Yeah, they can't get like me, rocking boots and white tee. Designer on my cuff, ring something like a movie. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Artist out the ranch, I just told you that I'm bout it. I might take offense if you tell me that you doubt it. It's just what it is, yeah, I'm known to make it rowdy. Then I'm for the fit, and I drive a wide body. Who you know, but like this, nobody. Can't go slow, I
ჩავამთავრე ჩვენი ზედატანის ვარჯიშები, მოკლედ ძალიან კაი ვარჯიშები იყო, ძალიან კაი ხარისხენი და ინტენსიური ვარჯიშები იყო. ნუ ბიცეპსი ვიგზენი განსაკუთრებულად კარგად, ძალიან მაგარი ფამფი მქონდა, ძალიან კარგ ფორმაში ვარ, შემიძლია ესე ვთქვა, ანუ გინდ ვიზუალურად და გინდ ათლეტურად, ანუ გულისხმობ იმას, რომ წონები, გამეორებები ძალიან მაგრად მიდის, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად კალორიულ დეფიციტში ვარ და წონას ვიკლებ. ნუ ზურგი ხო, ზურგზე ყოველთვის მაგარი ფამფი მაქვს, ზურგზე არაფერს აღარ ვიძახი, მაგრამ აი ეს ბიცეპს რაც შეეხება, ნუ ბიცეპს იცი როგორ ვარ ხოლმე, ხშირად ვერ გრძნობ ფამფს, რაღაც დაჭიმულობას, მაგრამ ნუ ვარჯიშის მე რო ხვდები ხოლმე, რომ დაღლილი მქონდა, ესე იგი კარგად ვარჯიშე მაინც, მაგრამ იმ მომენტში ის დაბერილობა, ის შეშუპება და ის ყველაფერი თითქოს არ მაქვს ხოლმე რა, ხშირად ესე არის ხოლმე, მაგრამ ბოლო რამოდენიმე ხანია ძალიან კარგად უგრძნობ ბიცეპს, ძალიან კაი ფამფი მაქვს და ძალიან კარგად ვავარჯიშებ. ეხლა ველოდები ნუგოს, რომ მოვიდეს, როგორც ყოველთვის აგვიანებს ნუგო და უნდა წავიდე 10 კილომეტრიან chill run-ზე. დღეს ძალიან დაბალ carb load-ზე ვარ. ნუ ზოგადად ისედაც ხო ყოველთვის იცით, რომ დაბალ ნახშირწყლებზე ვარ. მხოლოდ რთული ნახშირწყლები მაქვს, შაქარი ამოღებული მაქვს, ერთადერთი შეიძლება ხილი შევჭამო ხოლმე ცოტა, მაგრამ ეხა არაფერი არ მეჭამია, მით უმეტეს ესეთი მძიმე ვარჯიში რომ მქონდა, პირდაპირ გამოვიცვალე და პირდაპირ წავიდე სარბენი. მოკლედ, ხო, ეგ არის და ეგ მეტი ისეთი არაფერი. ეხა წავედი და სირბილის მერე ჩაგერთვებით, მოკლედ, მოგახსენებთ მდგომარეობას. ჩავამთავრე ჩვენი 1 საათიანი chill run-ი. და წავედი ეხა. კაი ცივი წყალი გადავვილო და მე კაი საჭმელი ჭამოთ. ეფრავაზე. ავედით. 4 შაბათი დღე. დღეს გვაქვს ინტერვალები, მოკლედ. იყო დილემა, რომ უნდა წავსულიყავით თუ არა სარბენად. ვითომ დელოუდ კვირა უნდა გაგვეკეთებინა. ამ კვირაში რა შედარებით ნაკლები მებინა, დაახლოებით ესე 40 კილომეტრი ჯამში, იმიტომ რომ 31 უკვე ნარბენი მაქვს. მაგრამ ანუ ვერ გვითმენს გული, რომ არ დავიდეთ სარბენად რა. ნუ იდეაში ეგ ცუდია. ოვერდოზი არ შეიძლება რომ მოგვივიდეს ვარჯიშით, იმიტომ რომ მე შეიძლება რაღაც ტრამები გამოიწვიოს. ეხლა წავალთ. გეგმაში მაქვს რომ 10-400 გავაკეთო. ნახოთ რა შეტექს დავდებთ. თან ეხლა აქედან კამერის ატანა სირბილით უნდა ავიდე, ძუნძუნით უნდა ავიდე ზევით რა. შესაბამისად ეხლა ხელში გიჭირო ამხელა კამერა. ცოტა საწვალებელია. იმიტომ მინდა რომ რაღაც პატარა action კამერა GoPro ან რაღაც მსგავსი, რომელსაც თან ვატარებ ვარჯიშებზე და მარტივად გადავიღებ ვიდეოებს ხოლმე. აი ეხლა წავედით, ძუნძულით ავიდეთ, მე კარგად გავხურდეთ და დავიწყოთ ინტერვალი. მოკლედ 5-400 ვირბინეთ უკვე ან ნახევარი. საშუალოდ ესე წუცა და 5 წამში დავარბივართ 400 მეტრს. იდეალურად სწორი საფარი არ არის. ზოგან ოდნავ დაღმართია, ზოგან ოდნავ აღმართის არის, ამიტომაც ნუ 10 თანაბრებს გარკვეულწილად. დაახლოებით 90-100 წამი დავდივართ მისვლა შორის. ანუ 400 მეტრს რო გავირბენ, მე სიარულით ჩამოვდივარ უკან საწყის წერტილში და ისევ გავრბივარ. ესეთია დღევანდელი ჩვენი ინტერვალები. კამერით ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ყურადღების მიქცევა უნდა და მაგის დრო არ მაქვს, ნუ 1-2 კადრი გადავიყავდი, ხა 500-ს ვირბენ და მე ვნახოთ საშუალოდ რამდენ ხანში დავრბივართ და ფეისი რა გვაქვს. ეხა ნენელა იწევს, ნენელა დრო დაბლა, ნუ თავიდან გასახსნელი ოქონა ფეხები. პირველი 2-3 მისვლა ცოტა ისე დროში ვირბინეთ რა. არა პროგრესულში, პირიქით რეგრესში მივიდოდით და ეხა ცოტა რომ გაიხსნა ფეხები და გავხურდით. ეხლა ნენელა პროგრესირებთ. ნახოთ ბოლო მისვლებზე რა დროს ამოვიღებთ. დავაჭი. მოკლედ ჩავამთავრეთ ინტერვალები 10-400 ვირბინეთ. ეხლა შედეგებს ამოვანათებ აქ, მაგრამ როგორც მახსოვს, რომელიღაცა 400-ზე 1 წუთი გავუტეხეთ. ფორსები 59 წამი და რაღაც იყო. მაგრამ ისე საშუალოდ ყველაზე ცუდი გონი წუთი და 8 იყო, 8 წამი და ყველაზე კაი ეგ იყო. მაგრამ საშუალოდ ესე წუთი და 4-ებში, 3-ებში, 2-ებში, 1-ებში ვირბინეთ რა. აი იყო, მოკლედ ჯამში 4 კილომეტრი გამოგვივიდა
ინტერვალურად ჩქარი სირბილი შუალედებში დავდიოდით, იმიტომ რომ ვეტეოდით დროში და თვენების დროში 100 წამების ვენოდით მისვლიდან მისვლა შორის. იქამდე ხო 3 ამოვაძუნძულეთ. ეხლა 3-ს ჩავაძუნძულებთ კიდე, კულდაუნს გავუკეთებთ და ჯამში გამოგვივა 10 კილომეტრი. ნუ შუაში სიარულს, რა თქმა უნდა, არ ვთქვი. წავედი ეხლა რომ ხრებს და ფეხებს გავაკეთე და დღეს პრინციპში მეტი ისეთი არაფერი. წავედი. ჩამოვედით, ძალიან კარგი ვარჯიში ქონდა. ჯამში 10 კილომეტრი გამოგვივიდა, აქედან 4 იყო ინტერვალები, 400 მეტრი გავაკეთეთ. საუკეთესო შედეგი იყო 2:28 ფეისი, რომელიც იყო 59 წამია 400 მეტრზე. ნუ საშუალო ფეისი გამოგვივიდა 2:40 ჯამში. საშუალო დრო გამოგვივიდა 1 წუთი და 4 წამი. კარგია, ანუ არ ვიცი ახლა რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, იმიტომ რომ აი ამ ჩემი საათით, რომელიც არის რაღაც Xiaomi Mi Band 10, ანუ ეს ინტერვალურ სესიას ვერ ვიგებთ, იმიტომ რომ ფეის არასწორად ზომავს, ხანდახან სწორად ზომავს, ხან არასწორად, იმიტომ რომ GPS-ი არ აქვს ჩაშენებული. ჩვენ ტელეფონს კი GPS-ი გაფუჭებული აქვს, ამიტომაც ერთმანეთთან ვერ ვაინტეგრირებთ. ამიტომაც გადავწყვიტ ესეთი რაღაცა, რომ ყველა გარბენს ვინიშნავდი ხელის სამზომზე და ყოველ 400 მეტრს, ანუ 10-400 მეტრი დავინიშნე და თითოეული დროიდან გამოვთვალე საშუალო ფეისები. სწორედ ეს შედეგი არის ის, რაც ახლა თქვენ იხილეთ და რასაც მე გეუბნებით. მაინც საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ, თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ დავარბოდი თავიდან პირველ ინტერვალები როგორ ვირბინეს და ეხლა როგორ დავარბივართ. ძალიან დიდი განსხვავებაა, ძალიან დიდი განვითარება იგრძნობა, როგორც ციფრებში, ისევე ფიზიკურ მდგომარეობაში. დავიღალეთ სიმართლე გითხრა, საკმაოდ დამღლელი იყო ინტერვალები. ეხლა ფეხებს გავაკეთებთ, მერე მხრებს გავაკეთებთ. დღევანდელი ვარჯიშები ამით დასრულდება. ხვალდაზე უნდა ქონოდა ჩილრანები, მაგრამ მოდი ამ კვირას გავაკეთებთ დელოუდის კვირას, რადგან იქთა კვირიდან უკვე ქობულეთში ვიქნები და უფრო მეტს ვივარჯიშებ, შესაბამისად რაღაც ტრამვების გარვა ავირიდოთ თავი, ასევე უფრო გამოცდილ მომორბენება მირჩიეს, რომ დაახლოებით 3 კვირაში ერთხელ მაინც გავაკეთო ხოლმე დელოუდის კვირა, შესაბამისად ეხლა ეს არის უკვე მე-9 კვირა და ჯერ დელოუდის კვირა არ ქონია, ამიტომაც ეს კვირა იქნება შედარებით დელოუდი და იმ 20 კილომეტრს დაახლოებით, ანუ იმ ჩილრანებს ამოვიღებ და შაბათს გვექნება ტემპორანი და მაგით დასრულდება ჩვენი ამ კვირის მომზადება. მაგრამ ხვალ ჩვეულებრივად გვექნება ხვალდაზე გზადატანის ვარჯიშები, მკერდი, ტრიცეპსი, ზურგი, ბიცეპსი, ასე თუ ისე კაი ძილი მაქვს, კვებაც ნორმალური მაქვს. ცოტა ხანი დავაშენებ სირბილისგან, ფეხებს ახსრებს, თან ეხლა ფეხები უნდა ვარჯიშო, ამიტომაც ხვალისთვის ფეხები ძალიან დაღლილი მექნება, ამიტომაც კარგი იქნება რომ დავაშენო. ეხლა წავედი, შტანგა შემოვდო, მაღლა და მძიმე წონებს საუბავ და მძიმე წონებით ვივარჯიშებ, სკვათები გვექნება, ეგ არის და ეგ, ეხლა გადავედი და დავიწყებ ვარჯიშებს. Out the ranch, I just told you that I'm about it. I might take offense if you tell me that you doubt it. დავასრულე ჩვენი ვარჯიში, დაახლოებით 50 წუთიანი ვარჯიში გამოგვივიდა. კაი ვარჯიში იყო. ვავარჯიშეთ, კაი ვარჯიში იყო, ვავარჯიშეთ ფეხები, სკვათები ქონა მძიმე ხერძით. მე მხრები ვავარჯიშეთ საკმაოდ კარგად და ბოლოს ქონდა ტურნიკზე პრესი ფეხებისადანა და ეხლა წავედი, კაი ცივი წყალი გადაველო, რომ კაი აღდგენა მქონდეს და კარგად ვჭამო და საღამოთი ლაივი. ბიჭები გავსტრიმავთ ისე. წავედი, შევხვდებით ხვალ ვექნება მხოლოდ ზედატანის ვარჯიშები როგორც გახურდა ისევ მაგარი სითხეები, 1-2 დღე გრილო და ეხლა ორ მაგად დაცხება, როგორც ხდება ხოლმე.
ეს ხუჩავათია, მეთქვა ზედატანის ვარჯიშებიდან ერთი და ტრიცეპსი. ფუტბოლჩნა დავიწყოთ ზედატანის ვარჯიშები. არავინ არ მოსულა, არ ვიცი ბიჭები მოვიდნენ თუ არა. ნახოთ, ვინც მოვა, ვინც არ მოვა, მოვა, ვინც მოვა კიდე გაუმარჯოს. გუშინ თქვი რომ ეს უნდა დავისვენო და ხოლმე დავისვენო სილბიდისგან, იმიტომ რომ ვითომ ეს კვირაც და დელავოთ კვირა უნდა მქონდეს, მაგრამ ვერ მომისვენიან რაღაცნაირად ვარ ხომ სილბიდი მინდა თითქოს რა. ხო და ნახოთ აი შევხედოთ ვარჯიშიც მე როგორ იქნება საქმე. თუ იცო ამ განწყობაზე ვიყავი, ავაფარბენად სავარაუდოდ. ისაც ხოთა შორის თუ ბიჭები არ მოვიდნენ. დავიღებ უშუალოდ ვარჯიშებზე არ გვისაუბრია რა ვარჯიშის ტექნიკაზე, ვარჯიშის შესრულებაზე და ასე შემდეგ. და თუ ბიჭები არ მოვიდნენ, მაგ ვიდეოებს გადავიღებ. რა ხან დღეს გვაქვს კერი და ტრიცეპსი და ვინაიდან ორშაბათ დღე ძირითადად ეთმობა ხოლმე კერდის შუა და ქვედა ნაწილს, ესე გვაქვს განაწილებული, რომ ხუთშაბათი დღე ძირითადად უფრო დათმობილია შუა და ქვედა ნაწილებზე. ამ კერდის ძირითადად კი ვიცით რომ ეს ზოგადად ზოგი ამტკიცებს რომ ინდივიდუალურად ვერ გამოყოფდა იზოლირებულად ქვედა ნაწილიც შუა ნაწილიც და ნაწილიც ვერ ავარჩიე, მაგრამ ვიცით რომ ძირითადად სამი ნაწილისგან შედგება, როგორც უკვე აღნიშნეთ ეს არის ზედა, ქვედა და შუა თავები. მოკლედ, აქ გვაქვს incline-ის სკამი, რომელიც რეგულირდება, ამ შემთხვევაში გვიყენია 60 გრადუსზე, რაც იმას ნიშნავს, რომ incline bench press-ი განდელებით, ანუ ზედა მკერდი უნდა ვიგრძნოთ ყველაზე კარგად ამ დროს. მე გავაკეთებ გასახურებელ მისვლას და თან გახურებაზე ბარემ აგიხსნით, სწორად როგორ უნდა შეასრულოთ ტექნიკურად, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად კარგად იქნოთ მკერდის ნაწილი. და პირობითად დატვირთ არ გადაგივიდეთ დელტებზე, ტრიცეპსზე და ასე შემდეგ. პირველ რიგში სკამს ვირგებ კარგად. მაგალითად მიყვარით პრესტინგი ამოხრილი ჩემსკენ, იმიტომ რომ ისევ ცურდები ხოლმე ფროი და ესე უფრო სტაბილურად დამყარდა ვარ. ამ შემთხვევაში ავიღებთ სუბულ განტელებს, ხო? ზოგადად განტელები შეარჩიეთ ხოლმე იმის მიხედვით, როგორ გრძნობთ კუნთს. რა არის მომენტები, როდესაც ხა მაგალითად ძიმე წონებით უფრო კარგად გრძნობთ კერდს და არის მომენტები, როდესაც ამ სუბულ წონებით უფრო კარგად გრძნობთ კერდს. თქვენი მიზანი თუ არის კუნთის გაზრდა, ჯობია რომ მაქსიმალურად კარგი ჰიპერტროფია გქონდეთ, ანუ რაც შეიძლება მეტად დააზიანოთ კუნთი. იდეაში კარგი არის თუ კუნთს იგრძნობთ, ანუ ფამფის მომენტი თუ გექნებათ, მაგრამ თუ მუშაობთ ძალაზე, მაშინ უფრო რეკომენდირებულია რომ დაბალი გამეორებები აკეთოთ ბევრჯერ და მძიმე წონებით. მოდი ახლა ვისაუბროთ უშუალოდ ტექნიკაზე. მოკლედ, პირველ რიგში ფაუსტებით კარგად სკამზე თავს ვადებთ სკამს, ესე უნდა გდებით, იმიტომ რომ შეიძლება ხერხემალი იქნება ცუდ პოზიციაში და შეიძლება გიცერი გაიჭიმოთ, მოკლედ ასე შემდეგ. უკან ბეჭები უნდა შევკრათ, რაც შეიძლება კარგად, ანუ გავამაგროთ. მკერდი უნდა იყურებოდეს ზევით, ანუ ესე არ დადგეთ, მკერდი უნდა იყოს მაღლა მოწეული და ანუ იდაყვებს და მაჯებს ასევე დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში რა. ფეხებს მე ამ შემთხვევაში ცოტა განიერზე დავდგავ, რომ კარგი სტაბილიზაცია მქონდეს, ანუ არ გადამძადოს რომელიმე მხარემ. ამ შემთხვევაში ხა მაჯები ესე არ დაიჭიროთ არავითარ შემთხვევაში, ყოველთვის ეს არის რომ მაჯები გაასწოროთ და იდაყვებს აქ კიდე მნიშვნელობა. ანუ ბევრი მინახია რომ აკეთებს აი ესე. რაც ჩემი აზრით არ არის სწორი, იმიტომ რომ დიდი დატვირთვა ადგება მხრის სახსარს და შეიძლება რომ ტრამვა იღოთ და ნაკლებად ერთვება მკერდის კუნთები. ბევრი მინახია რომ აკეთებს საერთოდ აი ესე. თუ თქვენი მიზანი არის ის რომ შედარებით მკერდის შიდა ნაწილი იგრძნოთ, კი ბატონო შეგიძლიათ ესე გააკეთოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა ზედა ნაწილს ვაკეთებთ, ჯობია რომ ხელები ანუ ერთმანეთთან იდაყვები უნდა ადგენენ 90 გრადუსიან კუთხეს. ანუ მაგალითად აი ეს წონებიც ერთმანეთთან ესე რომ შეკრა, უნდა გამოდიოდეს დაახლოებით 90 გრადუსი. ანუ ჩვენს იღლიაში, ჩვენს მხარსა და იღლიას შორის გრადუსი უნდა იყოს დაახლოებით 45 გრადუსი. ამ შემთხვევაში ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც, ანუ თეორიულადაც არის უკეთესი კერდის გაკეთება. ეხლა რა შეეხება შესრულებას. ზოგადად მე ვხმარობ ესე ტექნიკას და ძალიან მომწონს. სუნთხვას რაც შეეხება, მოდი ჯერ ბარემ სუნთქვა გავიაროთ. ჩამოტანის დროს ვაკეთებთ ჩასუნთხვას. ამოტანის დროს ამოსუნთხვას.
ეხლა არ გვინდა რომ გიჟიბვით ესე გავაკეთოთ ან რაღაცა, კარგი არ არის რა, არავის არ ეგონოს რომ ძალიან შეხარ რომ გავაკეთებ, კარგი იქნება. ყველაზე კარგი და ოპტიმალური ვარიანტი არის, ესე ვფიქრობ მე, ანუ ჩამოტანა ნეგატიური ფაზა უნდა იყოს ოდნავ ხანგრძლივი და ატანის ფაზა უნდა იყოს ოდნავ ხანმოკლე. მე ვხმარობ ესე ტექნიკას, ანუ სამი წამის ტექნიკას ვეძახი რა, არ ვიცი ისე რა ქვია ზოგადად ამ ტექნიკას. მოკლედ, ჩამოტანა უნდა იყოს 2 წამი დაახლოებით, ატანა 1, ანუ თვლაში 2 1-ზე უნდა იყოს რა. აი მაგალითად 1 2 1 2 1. ანუ ჩემი idеალური ტექნიკა გამოიყურება ასე, ჩემთვის ეს არის. პრინციპში მეტი ეხა ისეთი არაფერი, ხო, წელსაც შეიძლება ოდნავ შეგვიძლია გქონდეს ჩატეხილი, ხილი გაკეთებული, მაგრამ უნდა ბეჭები და საჯდომი კარგად მევაბჟინოთ სკამს. მოვთავსეთ რაც შეიძლება ვყარათ და გავაკეთოთ გამეორებები. წონას რაც შეეხება, უნდა არჩევთ ისეთი წონა, რომ კონტროლირებად გამეორებებს აკეთებდეთ, ანუ უნდა აკონტროლებდეთ გამეორებას, არ უნდა გიჭირდეთ ძალიან და არც იმდენად სუბუქი არ უნდა იყოს, რომ ვერ ხვდებოდე წონას, ხელში ვერ გრძნობდე და გაგირბოდეს ერთი ადრე ერთი გვიან და ასე შემდეგ. ზოგადად განტელებით გაკეთება დამწყებებისთვის რეკომენდირებული არ არის. მე როდესაც დამწყები მეუნება რომ უნდა ზედამკერდის გაკეთება, მკერდის ვარჯიში აქვს და უწერია სიტყვაზე incline, ჯობია რომ გააკეთოს სმიტის ტრენაჟორში, ღერძზე, რადგან ნაკლებად არის ჩართული სტაბილიზატორი კუნთები, ნაკლებად არის რისკი იმისა, რომ ტრავმა იყოს და თეორიულადაც უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ არასწორად გააკეთო, იმიტომ რომ სმიტის ტრენაჟორი მაინც ესე ვერტიკალზე დადის, ანუ ვერ გაიქცევით ცალს ადრე ვერაიდან მეორეს ვერ დააგვენებ და ასე შემდეგ და ყოველთვის ჯობია რომ სმიტის ტრენაჟორი დაიწყო ვარჯი. მე როდესაც უკვე კუნთები მიეჩვევა, სტაბილიზატორი კუნთები გაგიძლიერდება, თვითონ კუნთური მასაც მოგემატება, მე შეგიძლია უკვე რომ განტელებით გააკეთო ვარჯიში. პრინციპში ამ ვარჯიშზე მეტი არაფერს თქმა არ შემიძლია. ეხლა დავიწყებ მე ჩემს სამუშაო მისვლებს სწავლა და ცოტა მძიმე წონებს მივიდა. ეხლა არ მითქვია, ბარემ ვიტყვი რა არის ოპტიმალური გამეორების რაოდენობა. მისვლებსაც ვიტყვი ბარემ. ოპტიმალური მისვლა საშუალოდ ეს არის 3 მისვლა 12-დან 15 გამეორებამდე, მე ესე ვიტყვი. ზოგადად თუ გვინდა კუნთის და რაც მეტ გამეორებას გავაკეთებ, უკეთესი არის, იმიტომ რომ უფრო მეტად დავაზიანებ ჩვენს კუნთებს. ხოლო თუ მუშაობთ ძალაზე, ანუ გვინდა ჩვენი ძალის გაზრდა, წონების გაზრდა, მაგალითად bench press-ზე, გვინდა რომ მოუმატოთ წონა, სიტყვაზე 80 კილოს ვაკეთებ და გვინდა რომ 100 კილო გავაკეთოთ. მან რეკომენდირებული არის, რომ ზოგადად აკეთოთ მძიმე წონებით, 5-5 მძიმე წონებით და ასე მან აქვს თავისი სავარჯიშო პროგრამა, ანუ ყოველ ვარჯიშს არ უნდა ეცადო რომ შენი პიარი გააკეთო, ყოველ ვარჯიშს არ უნდა ეცადო რომ 100%-ით დატვირთო შენი თავი და რაღაც თავისი სისტემა არსებობს, თუ დაგაინტერესებთ დამიწერეთ კომენტარებში და მაგაზე ცალკე ვისაუბრებ, რითიც შეგიძლია რომ გაზარდო შენი წონები, ანუ მაგალითად bench press-ზე შეგიძლია გაზარდო bench-ის წონა. პირადად მე ჩემი რეკორდი არის 165 კილოგრამი, მეტზე არასოდეს არც მიცდია და მაშინ რა ფორმაშიც ვიყავ, მეტს ვერ ავწევდი. ეხლა სავარაუდოდ მაგდენსაც ვეღარ ავწევ, იმიტომ რომ მძიმე წონები დიდი ხანი არ მივარჯიშია. ამ სირბილების გამო და ბევრი კარდიოების გამო ზოგადად კარდიო და მძიმე წონებით ვარჯიშები დიდად ვერ მეგობრობენ პირდაპირ გეტყვიდან მისვლებს შორის უნდა იყოს დაახლოებით 2 წუთამდე დასვენება. ზოგს ცოტა მეტი სჭირდება, ზოგს ნაკლები სჭირდება. ეს ყველაზე ინდივიდუალურად მუშაობს, ყველას ორგანიზმი ერთნაირი არ არის. პირობითად მე შეიძლება ცოტა დასვენება დამჭირდეს, ვიღაცას მეტი. ეს თქვენ უნდა შეეტყობ თქვენ თავს, როდესაც სრულად დასვენებული იქნებით, მიხვდებით რომ მზად ხართ, რომ
მეორე მისვლაზეც იგივენაირად იმუშაოთ, იგივე წონებით, შეგიძლიათ უკვე გააკეთოთ. მე ახლა სულად მოვიშვენდე ფაქტობრივად, ამიტომაც ჩემი მეორე მისვლას დავაკეთებ ბარიში. დამიწერეთ კომენტარებში თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის ვიდეოები რომ გულისხმობ ეს დარბაზში გადაღებული ვიდეოებს თუ მოგწონთ აუცილებლად დალაიქოთ დამიწერეთ კომენტარებში რომ გავიგო თქვენი აზრი რომ მე კიდე გადავიღო თუ არ გადავიღო და გამოიწერეთ არახი თუ ეს ჯერ არ გაქვთ გაკეთებული მოდი ახლა ჩვენ მესამე მისვლას გავაკეთებ და ამით პრინციპში ეს კონკრეტული ვარჯიში მორჩება და მე გადავალ მკერდის მეორე ვარჯიშზე რომელიც ისევ ინკლაინის გამზე გვექცია Antônio estava hoje, então essa não é minha carta oxida. Mogled nefam, გვექნება incline chest fly ესე ქვია. ქართული ვარიაცია მის არის გადაშლებს ეძახიან. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად გავწელავთ ჩვენ ზედა მკერდს, მაქსიმალურად გადავშლით, სწორად. კუნთს უყარს გაწელვა და შეკუმშვა, კუნთის ვარჯიში ეგ არის, რაც მაქსიმალურად შეიკუმშვა და მაქსიმალურად გაიწელება. ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავწელოთ და მე მაქსიმალურად შევკუმშოთ. ანუ გავუკეთოთ სრული ამპლიტუდა. მოდი ახლა ერთს თან გავხურდები ამ ვარჯიშს და თან გაჩვენებთ სუბუქცენტებით. მე ეკლანს გადავსვი, ცოტა ტრამული ვარჯიში არის, პირდაპირ გირჩევთ თუ დამწყებები ხართ. მაინც ერიდეთ, არ გინდათ ჯერ, მაგრამ მუშაობს. ჩემზე ყოველ შემთხვევაში მაგრად მუშაობს. მოკლედ პრინციპი იგივე ესე უნდა მივაყუდოთ, საჯდომი და ბეჭები კარგად მივადოთ. კერდი მაღლა იყურება, ტელი ოდნავ ჩატეხილია. მაჯების პოზირებაც იგივეა, ამ შემთხვევაში ხდება მოძრაობის განსხვავებული ტექნიკით შესრულება. სკერებით განტელები გვაქვს ახლო, რომ მაქსიმალური შეკუმშვა იყოს ერგვის ნაწილში და ამ შემთხვევაში დაყვების ოდნავ ვითხრება, მაგრამ ძირითადად ხდება გადაშლა და არა ჩატანა. და შემდგომ ისევ ზევით დაბრუნება. ამ დროს კუნთი მაქსიმალურად იწელება, ამ დროს არის მაქსიმალურად გაწელილი, ხოლო ზევით არის მაქსიმალურად შეკუმშული. სუნთქვა იგივეა, ჩამოტანის დროს ჩასუნთქვა, ატანის დროს ამოსუნთქვა. ფლაშის დაახლოებით იგივენაირია, 1 2 1 2 1 ხო, მე მგონი ყველაფერი გასაგებია. ეხლა ცოტა ხანს შევისვენებ და ცოტა მძიმე ზამთრას მოვიტან და დავიწყებ სამუშაო მისვლებს. აქაც გვექნება 3 მისვლა 12 და 15 მეორება. სანამ ვარჯიშს გავავსებებ, ერთ ვიტყვი რომ ყველასთვის ინდივიდუალურად კარგი ვარჯიში არ არსებობს, ზოგისთვის შეიძლება ეს ვარჯიში ეფექტური იყოს, ზოგისთვის შეიძლება საერთოდ არ იყოს ეფექტური. ამიტომაც ეს არის ინდივიდუალური, იმიტომ არსებობენ ინდივიდუალური მომზადების ტრენერები, რომ უნდა ინდივიდუალურად შეარჩიონ კონკრეტულ ადამიანზე რა მუშაობს ყველაზე კარგად, ვიღაცამ შეიძლება ეს გააკეთოს და საერთოდ ვერ გძნოს მკერდი და გააკეთოს სხვა ვარჯიში სიტუაციაზე, სადაც მე ვერ გძნობ მკერდს და მან იგრძნოს უკეთესად. ამიტომაც ყველაფერი ინდივიდუალურია, ესე უნიკალური მეთოდი და უნიკალური ფორმულა არ არსებობს. ამიტომაც ყველაფერი სცადეთ, როდესაც ხართ დამწყებები და აკეთეთ ის, რაც იქნება თქვენთვის უკეთესი, სადაც უკეთესად გრძნობთ მკერდს, სადაც უკეთესი ფამს იღებთ და რომელიც თქვენთვის უფრო შედარებით მარტივი შესაძლებელია ტექნიკის მხრივ, ანუ სუფთად რომელსაც უფრო ასრულებთ. აი ჩვენ ხა წამოვიღოთ მძიმე წონები და გავაკეთოთ ჩვენი პირველი სამუშაო მისვლა.
incline chest fly-ზე. Cause they know I got the sauce. Got the presence on me, I can't never take it off. That's why I came, country boy stepping. Yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping. Yeah, I'm country boy stepping. Yeah, they can't get like me. Rockin' boots and white tee. Designer on my cuff, bring something like a movie. Country boy stepping. Yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping. Yeah, I'm country boy stepping. Artist out the ranch, I just told you that I'm about it. I might take offense if you tell me that you doubt it. It's just what it is, yeah, I'm known to make it rowdy. Then I'm for the fit, and I drive a wide body. Who you know, but like this, nobody. Ain't go slow. მოდე Hit that body, I'm the top, but თან კაი ფამფი გვაქვს ერთზე. რაღაცა ეს ვენები და ისინი ნიშნავსო ან ვარჯიშის დროს როცა გამოგდით თარიღები და ისინი ნიშნავსო შედარებით კარგად შევიდა სისხლი კუნთებში. მე დღეს ძალიან კარგი ფამფი მაქვს, რასაც ვგრძნობ, იმიტომ რომ კარგად დაიბერა, მაგრამ ჯერ კიდე ორი ვარჯიში გასაკეთებელი გვაქვს. უბრალოდ ამ ვარჯიშზე ორი მისვლა. წავედი ახლა ბარემ გავაკეთო ეგეც. yeah, came through flexing cause they know I got the sauce. Got the presence on me, I can't ever take it off. That's why I came, country boy stepping. Yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping. Yeah, I'm country boy stepping. Yeah, they can't get like me. Rockin' boots and white tee. Designer on my cuff, bring something like a movie. Country boy stepping. Yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping. Yeah, I'm country boy stepping. Artist out the ranch, I just told you that I'm about it. I might take offense if you tell me that you doubt it. It's just what it is, yeah, I'm known to make it rowdy. Then I'm for the fit, and I drive a wide body. Who you know, but like this, nobody. Can't go slow, I gotta hit that. პრესები ცოტათი, ეს ან ცოტა პრესებიც, ამჟამად ჩემი წონა არის 100 კილოგრამი, მაგრამ მაინც პრესები და ისინი გვაქვს. ეს ყველაფერი სირბილის შედეგი ხალხო, რომ ამ წონაზე მაქვს პრესებიც კი. მოკლედ, დავასრულეთ ჩვენი კერგის ვარჯიშები. გამში გავაკეთეთ ორი ვარჯიში, ცოტა კამერა გავასწოროთ. ერთად დატვირთები იყო ზედამ კერძზე და ეხლა გავაკეთოთ ტრიცეპსი. ჩემს პირველ ვარჯიშად ტრიცეპსზე გავაკეთებ ჩამოქაჩვას ღერძით. მე ტრიცეპს ვცდილობ ხოლმე რომ მძიმე წონებით გავაკეთო. იმიტომ რომ ძლიერი ტრიცეპსი ავტომატურად ნიშნავს ძლიერ მხარს და ძლიერ მკერდს. იმიტომ რომ ეს იქნება ორძელი, ეს იქნება ბენჩი, თუ ეს იქნება ნებისმიერი push მოძრაობა, ან მიწოდითი მოძრაობა, გამოკაჩვითი არა. ყველგან ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ტრიცეპსი, იმიტომ რომ თვლი რომ ტრიცეპსი არის კუნთი, რომელიც ყველაზე მეტად ჩართული არის push day-ში. გარდა ამისა, ჩვენი ხელის რომანზე სიდიდეზე ტრიცეპსი არის ბევრად უფრო დიდი ვიდრე ბიცეპსი. მარტივად სახელებიდანაც რომ გამოვიდეთ, ესეცია ტრიცეპსი არის სამთავა კუნთი, ანუ 3 ნაწილისგან შედგება და ბიცეპსი არის ორთავა და 2 ნაწილისგან შედგება. ამიტომაც ტრიცეპსი უფრო დიდია. ამიტომაც თუ გვაქვს ჩვენ კარგად განვითარებული ტრიცეპსი, ხელი ბევრად უფრო მოცულობითი ჩანს. ეხლა რაც შეეხება შესრულების ტექნიკას. არსებობს ზოგადად ორი ტექნიკა, ერთი განიერი ჭიდი და მეორე ვიწრო ჭიდი. მე ამ შემთხვევაში გავაკეთებ ვიწროს, ორივეს თავისი ფუნქცია აქვს, სხვადასხვა ნაწილებს ამუშავებს. ამ შემთხვევაში მე გავაკეთებ ვიწრო ჭიდს. ეხლა ჯერ მძიმე წონა მაქვს, მაგრამ რო არ დავშალო, უბრალოდ სარედი ღერძით აგიხსნის პრინციპში. ჩემი ვარჯიში იწყება ესე ყოველთვის, მოკლედ მაჯები ესე არ ვტეხავთ, მაჯებზე რო არ დაგვარტყავს, ვასწორებთ. გვაქვს შეკრული კარგად მჭიდრო თანაბარი მანძილები დაშორებული აქედან, შუიდან, ცენტრიდან. მოკლედ გვაქვს ესეთი პატარა მოძრაობა. როდესაც ჩამოვაქვს, ან ბევრს აქ ჩამოვაქვს სხეულთან რა, მე მაგალითად ფაშლას ვაკეთებ ოდნავ წინ. ჩემთვის აქ უფრო კარგად იგრძნობა ტრიცეპსი. ხოლო როდესაც ამ აქვს, ოდნავ ვაყოლებ ზევრით, მე ისევ ჩამოვაქვს და ასე. იდეაში კარგი არის, რომ უნდა იყოს იდაყვები ჩაკეტილი სხეულთან ახლოს
და არ დადიოდეს სიტყვები, ანუ მოძრაობა კეთდებოდეს აქ. მაგრამ მე ამ შემთხვევაში ვაყოლებ, რადგან ტრიცეპსის აი ეს ნაწილიც ჩართული აერთვება აი ამ მომენტში. და უკეთესად იწელება ტრიცეპსი. აქაც ტრადიციულად ვაკეთებ 12-დან 15 გამეორებამდე, წონები ისეთი, რომ შეიძლება იყოს ვარჯიში, წელში არ გავიჩნდეთ, ხო, ან მეორე იძახის რომ ანუ გადახრა არ უნდა ის ეს. მე მაგალითად ოდნავ მუხლერში ჩამჯდარი ვარ ხოლმე და ოდნავ წინ გადახრები, ამ შემთხვევაში წელი უნდა ჩავტეხოთ, რომ თუ წელზე გვაქვს პრობლემები, უფრო პრობლემა არ გავიხადოთ. თუ არ გვაქვს წელზე და კომფორტულად ხართ ოდნავ ამოხრილი, ნუ რეკომენდირებული არ არის, მაგრამ არ უშავს, იმიტომ რომ მაინც წელზე არ მოგივათ დაჭროთ. ისე ზოგადად ჯობია რომ თუ წელზე პრობლემები ხართ, კამრით ივარჯიშოთ, რა ვარჯიშსაც არ უნდა აკეთებდეთ. რომ ბევრად უფრო შეკრული იყოს თქვენი მენჯი და ხერხემალი ერთმანეთთან. მოდი ახლა შევასრულოთ და უკეთესად მივხვდებით პროცესში. სულ ყველაფერი იგივენაირად რაც უკეთებოდა წინა ვარჯიშში. Can't move flexing cause they know I got the sauce. Got the presence on me, I can't ever take it off. That's why I came, country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Yeah, they can't get like me, rocking boots and white tee. Designer on my cuff, ain't something like a movie. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. აი წონა ჩემთვის და აი სავარჯიშო მისვლები გამოგვა ახლა. ან არა კომფორტული ვარჯიშია, ამ ვარჯიშს დამწყებებს სურჩო რომ თავი შეიკავონ, იმიტომ რომ ტექნიკურად ცოტა რთული შესასრულებელია, მაგრამ ეფექტური ნამდვილად. Can't move flexing cause they know I got the sauce. Got the presence on me, I can't ever take it off. That's why I came, country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Yeah, they can't get like me, rocking boots and white tee. Designer on my cuff, ain't something like a movie. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Artist out the ranch. მე მაგალითად ძალიან მაგრად ვცნობ ამ ვარჯიშის ტრიცეპს, ძალიან მაგრად მითიშავს. ეხაც შევაშნებით რომ ბოლო გამეორებები თითქმის ფეილამდე იყო. ამიტომაც ყოველთვის არა, მაგრამ კვირის მეორე დღეს ჩემი ტრიცეპსის ფავორიტ ვარჯიშად ამას ვაკეთებ ხოლმე. ამასაც ტრადიციულად გავაკეთებ 3 თვეს 12-დან 15 გამეორებამდე. და ამით პრინციპში მოჩება ჩვენი ვარჯიშები. ეს პარასკევი დღე. აუ მაგარი ხალი ჩამოიქნა ზურგლემასთან. მაგრამ ის გარეთ, აი აგრინდება ცოტა რაღაცას. ეს ისე ვიფენებ სიგვრისთან, მოკლედ გუშინ დავიწყებ, ამ კვირას ვაკეთებ დელო კვირას და ახლებით. 45 კილომეტრს ხოლო ამ კვირაში მეც არა. მე იქ ჩაკვირიდან ისე აქტიურად გავავსებთ ვარ. ეხა უნდა გავაკეთოთ ზურგი და ბიცეპსი. ეს თავშევერია, ეს უნდა დავიწყოთ. ეხლა უნდა გავაკეთოთ ზურგი და ბიცეპსი მოკლედ. ხოდა ეხლა აი გავხულები. არის ეხლა ჩემი ხმა როგორ ის ცენტრი ძალიან ხმაურია ჩემი. აუ ჩემდა გასი ყველანი თამოდის ყალი ხა. აუ ხოდა ეხლა კარგად გავხულები და დავიწყებ ზურგის კეთება, თან გავაკეთებ ზურგს უნიზე რომელიც არის ეზოში და სადაც მაგრად წვიმს არა წვიმა ვისაში. აუ ედი ხა გავხულებ და არის მაგრად წვიმს. არის მაგარი წვიმა ხა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ზურგის ვარჯიშები და რახან ტუნიკი გარეთ აქვს ეზოში, მოგვიწევს წვიმაში გავაკეთოთ ზურგი, იმიტომ რომ ტუნის ვერაფერი ვერ ჩაგვინაცვლო. საუკეთესო ვარჯიშია ჩემთვის ზურგის შემთხვევაში და წვიმა კიდევ ვისაში, ნებს საერთოდ რა.
მოკლედ ჩავასრულეთ ზურგის და ბიცეპსის ვარჯიშები. დაახლოებით 50 თვიანი ძალიან კაი ინტენსიური და მაგარი ვარჯიშები იყო. როგორც ყოველთვის ბიცეპს და ზურგს განსაკუთრებულად მაგრად გრძნობ და ამიტომაც უფრო კარგად ვავარჯიშებ. ეხლა წავედი, წყალი უნდა გადავივლო, ცივი შხაპი, რომ ეს აღდგენის პროცესები კარგად წავიდეს, მერე კარგად შევჭამ და უნდა ჩავაბარგდე, რადგან ხვალ მივიდივართ ქობულეთში როგორც იცით. ხო, ხვალ გვექნება მხრები და ფეხები და ასევე გავაკეთებთ ტემპო რანს 4 კილომეტრიან 2 კილომეტრს აფილზე და 2 კილომეტრს დაუნხილზე. ეხლა წავედი, მოუწესრიგდე, შევჭამო და შეიძლება საღამოთი გავსწრიმო კიდეც ბიჭებთან ერთად. წავედი. მოკლედ დღეს არის შაბათი. რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს უნდა ვირბინოთ ტემპო 4 კილომეტრიანი, საიდანაც 2 კილომეტრი იქნება აფილი და 2 კილომეტრი იქნება დაუხილი. ჩვენი ადიზეროესელებით ვართ. Retired ბოტასი არის, მაგრამ რახან ორივე ბოტასი უკვე ჩაბარგებულია, იმიტომ რომ ამღამ მივდივარ ქობულეთში. ამობარგებას აზრი აღარ ქონა და დღეს ამ ბოტასებით ვირბენ. თან რახან დელოუდ კვირა არის, მაინც ძალიან თავის გაგიჯებას არ ვაპირებ ხა. რეკორდზე არ წავალ და რამე, მაგრამ ალბათ 20-ის რეინჯში ვირბენ რა ჩვეულებრივად. ხო, მეტი ისეთი სხვა არაფერი ხა კარგად გავყურდები და ავალ სარბენად და მე რომ მოვა ცოტა მხრებსაც გავავარჯიშებ. და დღეს ეგ იქნება და ეგ. ავედი ახლა გავხურდე კარგად. მოკლედ ჩავამთავრეთ სირბილები და ვარჯიშებით. 4 კილომეტრი ვირბინეთ 21 წუთში და ახლა მხრებით ვავარჯიშეთ დაახლოებით 9 საათიანი კაი ვარჯიში გამოგვივიდა. პრინციპში ჩვენ მე-9 კვირაც დასასრულს მივახავდა კი არა და დასრულდა. კაი დელოუდ კვირა იყო, კარგად აღვიდგინეთ კუნთები, დავისვენეთ პლუს მინუს. ზედატანს უფრო მეტად მივაქციეთ ყურადღება, კარგად ვავარჯიშეთ. ეხლა წავედი, ცოტა მოწესრიგდები. ვიდეოს ბარემ დავაედიტებ, პატარა წაედიტება უნდა და გავუშვებ YouTube-ზე. რომ ბარემ იყოს, იმიტომ რომ დღეს მივდივარ და ხვალ ვეღარ დავდებ ფიზიკურად, ამიტომაც დღეს დავდებ ბარემ. ხო, იქ და შაბათს წესით ქობულეთიდან ავტვირთავ ვიდეოს, თუ არა და ერთი შაბათი არ დაიდება ვიდეო და იქ და შაბათს დაიდება მომზადების მე-10 კვირა და კვირას დაიდება მომზადების მე-11 კვირა, მაგრამ სავარაუდოდ შაბათს დავდებ. თუ ჯერ არ დაგილაიქებიათ ვიდეო, თქონა იქნება დალაიქო, თუ არ ხართ გამოწერილი გამოიწერეთ და თუ რაიმე გენდომებათ, თუ ხარ კომპანია, ან თუნდაც უბრალოდ სურვილი გაქვთ რაიმე წვლილი შეიტანო ჩემს განვითარებაში და გვერდში დამიდგე ამ მარათონის მზადებისთვის და ზოგადად ჯანსაღწევებას თავი გვერდში, დონაციის ლინკი, იმეილი და ანგარიშის ნომერი არის ვიდეოს აღწერაში. წავედი, კარგად იყავით, შემდეგ კვირამდე.